მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. თქვენ წინაშე არიან რუსთაველის სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი, ლიტერატორი ბატონი დავით შემოქმედელი და თქვენი მონამორჩილი ავთანდილ არაბული ენათმეცნიერი აკადემიკოსი. დღევანდელი ჩვენი საუბარი უნდა მიუძღვნათ ეროვნული ენისა და მწერლობის ურთიერთმიმართების საკითხს. თარიღი კიდევ ერთხელ მოვიდა 14 აპრილი, მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ მოვალეობა გვაკისრია ჩვენი დედაენის, ჩვენი ეროვნული ენის, ჩვენი სახელმწიფო ენის წინაშე და მოითხოვს პასუხს, რამდენად ვასრულებთ ამ მოვალეობას. ყოველ ისტორიულ თარიღს, ბატონო დავით, აქვს ორი ძირითადი ასპექტი. ერთი არის ის, რომ ალბათ ამისთვისაც არის ეს კაცობრიობის მიერ, სხვათა შორის ეს მეხსიერების, კაცობრიობის მეხსიერების ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ისტორიულ თარიღებს გააუკვდავებს ხოლმე, არა მხოლოდ ადამიანებს, არა მხოლოდ პერსონებს, არამედ ისტორიულ თარიღებს, მოვლენებს, რომელიც დათარიღებულია ამით. და ამას აქვს ერთი ის, რომ ეს საზოგადოებას მუდმივად ახსოვდეს ის, საიდან მოდის, ისტორია არ დაივიწყოს და მეორე რაც თავარია, გაიხსენოს, შთაიგონოს ის თუ რას ავალდებულებს მას ეს ისტორიული თარიღი. და ამ სწორედ ამ სულისკვეთებით ილია ჭავჭავაძე, რომელსაც მუდმივად ვიმოწვევთ ჩვენ საუბრებში, ყოველთვის ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას უსვამდა ხაზს და მათ შორის ენის მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით. მისი მემკვიდრეობაა ის ტრადიცია ენაზე ზრუნვის და ენის მოვლის, რომელიც ახალი ქართული ენის მიმართ არსებობდა და არსებობს დღევანდელ საქართველოში. და ამ დროს, ამ პასუხისმგებლობის გახსენების დროს, ან ვამბობთ ისევ ილიას სიტყვებით, რომ ვთქვათ, რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ან ვამბობთ ახალ სიახლეს, ახალ მოვლენას გთავაზობთ, ანუ ვახარებთ ჩვენ ერთმანეთს იმას, თუ რა გაკეთდა ახალი ენის მოვლის თვალსაზრისით. 1978 წლის 14 აპრილის ის ერთგვარი სპონტანური პირველი მასობრივი გამოსვლა 1956 წლის შემდეგ მთელი ხალხის და ეს სპონტანური იყო, იმიტომ რომ უცებ გავრცელდა ხმა, რომ ქართულ სახელმწიფო ენის სტატუსს ემუქრებოდა სერიოზული საფრთხე, ამჯერად სტატუსზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ იმ დროინდელ კონსტიტუციაში, მათ შორის რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, იმ ჩანაწერებს ფორმალური მხარე ჰქონდა, ფორმალური ასპექტი იყო მხოლოდ, მაგრამ იმიტომ რომ იდეოლოგიზებული სახელმწიფო იყო და არავინ არ უყურებდა რა ეწერა დოკუმენტში, უყურებდა იმას, რას პარტიული ყრილობა რას გადაწყვეტდა, მაგრამ ამას ჰქონდა უზარმაზარი საეტაპო მნიშვნელობა ამ გამოსვლას, იმიტომ რომ ფაქტობრივ ამ გამოსვლით დაიწყო ერთიანი ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი, რომელიც დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობით. რაღაც დაემთხვა დროში იმას, რაც ხდებოდა საბჭოთა იმის სისტემის იმპერიის რხევა და ნგრევა და ასე შემდეგ და ამას მოხდა. და მაშინვე გაჩნდა იმ 78 წლის მომდევნო წელსვე გაჩნდა იდეა, რომ ეს თარიღი აღნიშნული ყოფილიყო კალენდარში, ჩაწერილიყო როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული. და მაშინ ეს აზრი გაუზიარეს სხვადასხვა მოღვაწეს იმ დროინდელს, დიდი მეცნიერები და მოღვაწენი მაშინ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და არნოლდ ჩიკობოვამ, აკადემიკოსმა არნოლდ ჩიკობოვამ ასეთი რამ თქვა: კი ბატონო, გეთანხმებით ამ ღონისძიების ამ თარიღის
გაუკვდავების საკითხში, მაგრამ ერთი პირობით, რომ ეს არ იქნება საზეიმო დღე, ეს იქნება ანგარიშგების დღე ეროვნული ენის წინაშე. და აბსოლუტურად მართალი იყო მისი ეს დამოკიდებულება და ასე ვთქვათ, ჩვენს ხასიათთან დაკავშირებით ასევე სიმპტომური, იმიტომ რომ იმან იცოდა, რომ ეს თარიღები ხშირად აღინიშნება ფორმალურად და არაფერი შინაარსობრივი მასში არ არის ხოლმე და სამწუხაროდ ჩვენ მივეჩვიეთ უკვე, რომ ისე მოგვიახლოვდება 14 აპრილი, რა აღნიშნოთ, ისიც კი არ არის წესიერად გამოკვეთილი, არც ოფიციალურ და არც საზოგადოებრივ დონეზე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რაც მთავარია, ჩვენს დღევანდელ გადაცემას მაინც იმ ასპექტით წავიყვანთ, რა როლი ეკისრება წერლობას ეროვნული ენის დაცვა განვითარების თვალსაზრისით. და ამ თავითვე უნდა ითქვას, რომ ქართულ სინამდვილეში წერლობის როლი მართლაც გადამწყვეტი იყო ამ თვალსაზრისით. საზოგადოდ ფაქტობრივ ჩვენი ეროვნულობის, იდენტობის, თავისთავადობის ისტორია დაუკავშირდა ქართულ მწერლობას. და ქართული მწერლობა ინახავდა იმ ცეცხლს, რომელიც უნდა გადასცემოდა თაობებს და არ უნდა დაეკარგა კავშირი წარსულთან, არ უნდა დაეკარგა ის ძირითადი ფასეულობები, რომლებიც ინარჩუნებდა ამ ეროვნულობას და ეს ყველაფერი ინახებოდა ლიტერატურაში. ჩვენთვის ლიტერატურა არ არის მხოლოდ მხატვრული ტექსტი ქართველისთვის, ყოველი ქართველისთვის და საზოგადოდ ჩვენი ეროვნებისთვის. ეს არის ზარდახშა, ესე იგი ეს კივრია, რომელშიც ჩვენი ეროვნული თავისთავადობის დიდი საიდუმლოა შენახული და ძალიან ფაქიზად მოსაფრთხილებელია წერლობა. ერთადერთი მწერლობა, ამასაც ხაზს გაუსვამ, წერლობა და მისი ასპარეზია ის სფერო, რომელსაც სალიტერატურო ენის ნორმები არ ზღუდავს. ეს ჩვენმა დიდმა მასწავლებლებმა მე-20 საუკუნის დასაწყისიდანვე დაადგინეს, რომ ნორმები, რომელიც სალიტერატურო ენის ფუნქციონირებას არეგულირებს, მოქმედებს ყველა სფეროში, ოფიციალურ საქმიანში, პრესაში, განათლებაში, მეცნიერებაში, ყველა დარგის მიმართულებით ყველგან მოქმედებს. ერთადერთი არ ზღუდავს მწერალს, იმიტომ რომ მწერალი ცოცხალ პულს, ცოცხალ სისხლის მიმოქცევას დარაჯობს ენისას და სწორედ მან უნდა მოიტანოს სიახლეები ენისაგან. ცოცხალი ენა სხვანაირად მოსავლელია, თუ ენა ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ არის პრეცედენტები არა, როცა გვხვდება, იმას ბუნებრივია იცავს კაცობრიობა, როგორც ლათინურს, თქვათ, რომელიც მხოლოდ სამედიცინო სფეროში ფუნქციონირებს ამ ეტაპზე და ასე შემდეგ. და ახლა მე მწერლობის მნიშვნელობის თვალსაზრისით მე მინდა რა თქმა უნდა პირველ რიგში ცნობილი მწერლის ბადონი დავითის შემოქმედება, ესე იგი ასპექტები ამ მიმართულებით და მისი აზრი მოვისმინო, მაგრამ პირველ რიგში მე ერთი პარალელი მინდა გავაკეთო. სანამ დავაკონკრეტებდეთ ჩვენს სფეროს, აი ფრედერიკ მისტრალი ამბობს ასეთ რამეს, რომ ერი ხალხი, რომელსაც დამოუკიდებლობა დაკარგული აქვს, ანუ დაპყრობილია, თავისი საპყრობილის გასაღებს საიმედოდ ინახავს, თუ მას ეროვნული ენა შენარჩუნებული აქვს. და ამით ამბობს ის, რომ ეროვნულობის შენარჩუნების და თუ ეს ხდება ისტორიულად, თუ იკარგება ეს თავისთავად დამოუკიდებლობა, მისი აღდგენის გასაღები არის ეროვნულ ენაში. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება, ამისი დასტური უპირველეს ყოვლისა არის ქართული ენა. და ჩვენმა ისტორიამ, ჩვენმა წერლობამ და მათ შორის ეკლესიამ, მათ შორის ფილოსოფიამ სწორედ ეროვნულ ენას დაუკავშირა ქართველთა, ქართველი ერის გადარჩენისა და დამკვიდრების, საერთაშორისო ასპარეზის დამკვიდრების ამოცანა. და
ეს კაცი ეს მოღვაწე ესე იგი მისტრალი რომელიც თანამედროვეა ჩვენი 60-იანელების ფაქტობრივი იმ დროის მოღვაწეა და რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი მისი იყო სწორედ რომ ის თავისუფლურ პროვანსულ ენაზე წერდა და იცავდა პროვანსულის უფლებებს და პროვანსის ისტორია და პროვანსული ენის ბედი ძალიან სიმპტომატურია, ძალიან დამაფიქრებელია ჩვენთვის, იმიტომ რომ რაღაცა ამ მხრივ იმის გავლება შეიძლება ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენთვის საზარგებლოდ, იმიტომ რომ პროვანსი იყო ლიტერატურული ხელოვნების თვალსაზრისით განსაკუთრებით წარმატებული და პროვანსული ენა ძალიან ესეთი რომანული ერანთა ოჯახის წევრი ტრუბადურების პოეზია ამ ენაზე განვითარდა და წარმატებები ჰქონდა, მაგრამ აი ამ ცივილიზებული ევროპის ენათა სამყარომ შთანთქა ეს პროვანსული ენა და მისტრალის ავტორიტეტმა და მოღვაწეობამაც კი საგანგებოდ ხაზგასმით წერდა პროვანსულ ენაზე ვერ გადაარჩინა პროვანსული და ის ფაქტობრივ როგორც აი ეს თანამედროვე დონის ენა გაქრა ასპარეზიდან მოკვდავი თუ ის არის ენა არის უკეს იმ ზღვარზე რომელიც გადაშენების ზღვარზე არის რომელი ენებიც არის აი ამან ჩვენ საგანგებოდ უნდა დავაფიქროს იმაზე რა იყო ის ფაქტორი რა იყო ის ძალა რა იყო ის ფარი და დამცველი ძალა და მეთოდი და ხერხი რომლის მეშვეობითაც ქართული ენა არანაკლებ მძიმე ვითარებაში არანაკლებ მძიმე გარემოცვაში ისტორიულ გარემოცვაში გადარჩა და არა მხოლოდ გადარჩა, არამედ სრულფასოვან ფუნქციონირებას აგრძელებდა დღევანდელ დღემდე. ახლა დღევანდელ საფრთხეებზე კიდევ ველაპარაკებთ, მაგრამ ეს ნამდვილად ფაქტია და ამაში ბევრმა რამემ შეასრულა. ახლა მე აღარ დავწვრილვანდები, მაგრამ უმთავრესი როლი ჰქონდა ქართულ მწერლობას. ქართული მწერლობა ერს უნახავდა ცოცხალი ეროვნული ენის განვითარების გეზს და მიმართულებას. გთხოვთ ბატონო დავით, რომ აი თქვენი პოზიციიდან მწერლობის როლი შეაფასოთ. ბატონო, სამომწერლობასთან მივიდოდე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში. 14 აპრილი და ზოგადად ენა ქართველი ადამიანისთვის მე გამწერდი რომ ენა ერის სულის სარკეა. ისეთმა დიდმა ავტორიტეტმა როგორც იაკობ გოგებაშვილია ენას უწოდა ბურჯი ეროვნებისა. კონსტანტინე გამსახურდი აბრძანებდა რომ ენა არის ერის თავდაცვის იარაღი. ქართული მწერლობა ყოველთვის ფიქრობდა ენაზე, იმიტომ რომ მისი სულის იარაღი არის ენა და ბატონი მოხრან მაჭავარიანს წერია ერთგან რომ შეიძლება ფრანგი, რუსი, გერმანელი ან პოლონელი სამოქის სხვადასხვა ეროვნებას პოლონელმა არ იცოდეს საკუთარი ენა, მაგრამ ის იყოს ფრანგი ან გერმანელი ან იტალიელი ან რუსი, მაგრამ ქართველი თუ დაივიწყებს მშობლიურ ენას, ის უკვე აღარ არის ქართველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომატური საკითხია და ამიტომ იმ სამტრიადაშიც რომელიც ილიამ თქვა მნიშვნელოვანი ადგილი წვენასა და მამულთან ერთად უკავია ენას და ამიტომ ქართველი კაცი ამ მომენტთან ამ ესე იგი უდიდეს საკრალურ საშუალებასთან მისი არსებობისა აქვს ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება. ის კი არა ბატონოთი ამბობდა რომერსა და ენას შორის ტოლობის ნიშანსაც დებდა. აი ამდენად მნიშვნელოვანი არის ენა და 78 წლის თემა და საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს იყო საბჭოთა სისტემაში პირველი გარღვევა, როდესაც რეჟიმმა უკან დაიხია და ამ დროს გაიღვიძა ეროვნულმა ცნობიერებამ მივიწყებულმა გენეტიკურმა ქართველ ადამიანში და რუსთაველის
პროსპექტზე 100,000 კაციანი მიტინგი იყო იმისთვის, რომ ფაქტიურად რა მოხდა, იქ დიდი არაფერი არ შეცვლილა კონსტიტუციაში, მაგრამ შეიცვალა უმთავრესი. დანარჩენი თითქმის ერთი და იგივე იყო 77 წლის კონსტიტუციის, მაგრამ შეიცვალა უმთავრესი, რომ სახელმწიფო ენა უკვე შიგამოხმარების საშუალება ხდებოდა და ის სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა და აქ არ შემიძლია არ თქვა დიდი დამსახურება, რომ სახელმწიფო ენა საქართველოს შეუნარჩუნდა არის გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის და მრავალმხრივი მოღვაწის წერლის ამავე დროს რუსთაველის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტის ძვირფასი აკაკი ბაქრაძის, რომელიც აქტიურად გამოვიდა ამ საკითხის ქართული ენის დასაცავად, იყვნენ ხელოვანები, მწერლები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, როდესაც ედვარდ ჩუვანაძემ შეკრიბა ეს ხალხი ამ თემაზე სასაუბროდ, ორჯერ შეკრიბა ისინი, ორი შეხვედრა ჰქონდათ, მაგრამ დიდი რისკვა დაატყდა ბატონ აკაკის, როდესაც მან დაიცვა ქართული ენის სახელმწიფოს ბევრი მნიშვნელობა, იმიტომ რომ იქ მაინც ისეთი პერიოდი იყო, რომ კონფორმისტული ინტელიგენცია იყო და ეს შევანაძესაც მოუხდა, რომ ეთქვა, რომ აქედან რომ გავაქვს, მაგრამ დამთავრდებოდა ბატონი აკაკი ბაქრაძე არ ჩაქოლოთო. აი ესეთ პიროვნულ მომაცობაზე დგას კიდევ ეს დღე და ამასთან შეიძლება ვთქვათ დისიდენტი წერლის ნოდარ წულეისკირის დამსახურებაც. ასე რომ გადარჩა ეს საკითხი, რასაც ქვია ეს დიდი თემა ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და მოხდა ისეც, რომ 2015 წელს მივიღეთ კანონი სახელმწიფო ენის შესახებ და 2017 წელს კიდე აღდგა ის გაუქმებული ენის პალატა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. ახლა ეს თემა შორს წავიყვანთ ჩვენ, რა თქმა უნდა, თუ ამ კუთხით გავაგრძელეთ საუბარი, მაგრამ მიუბრუნდეთ ისევ ქართულ მწერლობას და ქართული მწერლობის როლს. მიხეილ ჯავახიშვილს უწერია ერთგან, რომ უმთავრესი ამოცანა წერლის უნდა იყოს ქართული ენის დაწმენდა და წერლის მოვალეობა უნდა იყოს ეს. და პერეფრაზირებას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, და მართლაც აქ ორი მომენტი არის ხალხსასმელი. ერთი ქართული ენის სიწმინდის დაცვა და მერე და როგორ და წერლის მოვალეობა. ახლა ქართველი მწერლები და კლასიკოსები ძალიან დიდ დროს უთმობდნენ ქართულ ენაზე ხმათმშენებლობას და საუბარს, მაგრამ რო ვთქვათ ქართული ენის ვთქვათ პრობლემა რო შეექმნა ენას და ზოგადად ქართულ კულტურას და მის თვითმყოფადობის დაცვას, აქ მე ვხედავ ორ მიზეზს. ერთი მიზეზი არის გლობალიზაცია, რასაც ადრეც მithქვათ თავის დადებითი და უარყოფითია, მაგრამ გლობალიზაციას შემოაქვს, რა თქმა უნდა, გამოცვლა ბარბარიზმები უხეში ზომით შემოდის და ეს პროცესი არის ძალიან სახიფათო, თუ ჩვენ აქედან ადგილიდან არ დავხვდებით აქედან მომზადებული ამ გლობალიზაციას. ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ საბჭოთა სისტემის დროს იყო დიდი ყურადღება, უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა ენას ზოგადად ვიდრე დღეს. ამაში არის სიმართლე, რა თქმა უნდა, თუმცა აქ ისიც შეიძლება ითქვას, რომ ვორონცოვული პოლიტიკა იყო ეს გარკვეულწილად, ვორონცოვმა თქვენ როგორ შეარბილა რუსეთის პოლიტიკა საქართველოში და ამით სადღაც სიმპათიას ოპერასთან დამოკიდებულებაში და სხვა საკითხებში და სიმპათია შექმნა ვთქვათ რუსული იმპერიის მიმართ. მაგრამ აქ მეორე საკითხიც არის.
ცოტა შეიძლება პარადოქსულად ვამბობდე მე ამას, მაგრამ სოციალისტური სისტემა, რომელიც არის თქვა ჩაკეტილია იზოლაციონალიზმი აქვს მას და ის თქვა გარესამყაროსთან საზღვრებს კეტავს და რკინის ფარდაა და მას ათასობით უარყოფითი მუხტი აქვს და მაგრამ მას მაინც ერთი შეიძლება ასე ვთქვა დადებითი აქვს რომ ეროვნულ კულტურას აკენებს რეზერვაციულ მდგომარეობაში გარკვეულად და ამ შემთხვევაში ყარად შეიძლება დაცული იქნას მიუხედავად იმ თავისი უბედურებებისა რომელიც ძალიან ბევრია და არჯერ მეტია ენასთან დაკავშირებით მაგრამ თქვენ ხედავთ რომ დღეს ვერ დგას მწერლობა ისე ხმალამართულად ქართული ენის დასაცავად როგორც ჩვენი კლასიკოსები იყო. ამას აქვს ერთი ვთქვათ სუბიექტური მიზეზი ის რომ თანამედროვე ქართველი მწერლები მაინც ორიენტირი აქვთ დასავლეთზე და ევროპაში. ევროპაში მწერალს აქვს ფუფუნება გერმანელ, იტალიელ თუ ფრანგ მწერალს რომ მხოლოდ შემოქმედებითი პროცესით დაკავდეს. მაგრამ საქართველოში რომელსაც დამოკლეს მახვილივი თავზე კიდია მისი ყოფნა არ ყოფნის მდგომარეობა და ხვალ შეიძლება ის მდგომარეობა დადგეს ჩვენთან ასეთი საშიში გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო რომ ქართულ ენაზე ლაპარაკიც აღარ იყოს მოლაპარაკე ამ დროს ქართველი მწერალი უნდა იცავდეს ენის სადარაჯოზე უნდა იყოს ენის დაცვის ბურჯად უნდა იდგეს და ასე უნდა იცავდეს ენას და ეს მან უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება ტელევიზია, პრესა, სოციალური ქსელი, მაგრამ აქ ემატება ის ობიექტური მიზეზიც, რომ ამ საერთო დღეს ტელესახელმწიფო თვითკეცი ჩვენ საერთო ტელე ჯარი ტელე პოლიტიკოსი ტელემწერალი ტელე ყველაფერი ტელე ის არის რაღაცა ასეთ ვირტუალურ სახელმწიფოში ვართ და ცხოვრებაში ვართ უბრალოდ რომ ვთქვათ მოხდა ისე რომ ფსევდოღირებულებებმა რომ დაიკავა ტელევიზიები ქართულ მწერალს წერშმარიტ ქართულ მწერალზე დღევანდელი წამყვანი სატელევიზიო არხები უმალავენ საქართველოს დამალულია მისი აზრი და ის თავის არც ვერ გაიტანს რომ 10,000-მა გაიგონ და ამითაც ჩვენ ხელი ასე ვთქვათ მოჭრილი გვაქვს და ვერ ხვდებით ესე იგი მკითხველს საზოგადოებას და ასე რომ ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ქართველი მწერალი ჭეშმარიტი ქართველი მწერალი მე მგონი არასდროს არ უნდა გაუდგეს ქართულ ენაზე ფიქს, ქართული ენის სიწმინდეზე ფიქს და მის მსახურებას. ჭეშმარიტად ბატონო დავით, ახლა მე მხოლოდ ბოლო ნათქვამს გამოვეკიდები თქვენსას. მწერალი სუმალავს ნამდვილად ტელევიზიას. არ აქვს ტელევიზიებს საზოგადოდ მასმედიას. არ აქვს ინტერესი ხელოვანის აზრი, მithumetes მწერლის აზრი მიიტანოს, მაგრამ მე მაინც ამას უფრო ენის ნამდვილი ქართული ენის, ცოცხალი ქართული ენის შეზღუდვის მხრივ თვალსაზრისით შევხედავ. ჩვენ დღეს ვხედავთ ეკრანზე ჟურნალისტებიდან დაწყებული და პოლიტიკოსებით თუ რიგითი მოქალაქეები დამთავრებული, რომლებიც მოჰყავთ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით და რომელთა ქართული არის უკიდურესად მწირი და ნაგვიანებული ამ ბარბარიზმებით, კალკებით და ასე შემდეგ, შტამპებით, საახსავსე განსაკუთრებით პოლიტიკოსების ენა და ტელევიზია არის ძალიან დიდი ტრიბუნა, ძალიან დიდი აუდიტორია ხავს მას იმასთან შედარებით, ვიდრე ხავს მეცნიერსა და მწერალს. მეცნიერს და მწერალს ხავს კონკრეტული მკითხველი, ის მხოლოდ ათეულობით და ასეულობით არის და ყოველ დღე ათასეულობით ხავს აი იმ ენის იმ პროპაგანდისტს ჭალებში, რომელსაც არ აქვს სათანადო ფლობა, სათანადო ცოდნა ქართული ენის და ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ახალ თაობას. ამიტომაც არის რომ ახალი თაობის მეტყველება უკიდურესად არის დაზიანებული
როგორც ფონეტიკური თვალსაზრისით, ისე ლექსიკის თვალსაზრისით, ისე გრამატიკის თვალსაზრისით და მწერალი თუნდაც მწერალს და ხელოვანს ის უპირატესობა აქვს, რომ იგი საზოგადოებას ელაპარაკება ცოცხალი, სისხლსავსე ქართული ენით, იმ შემოქმედებითი ენით, რომელიც იმპულსს აძლევს ახალთაობას, რომ შექმნას ახალი. ეს ნამდვილი ქართულის პროპაგანდაა და თუნდაც იმიტომ უნდა გამოიყვანონ მწერლები, რომ იმედყველონ ქართული და კარგი მაგალითი იყოს ეს ახალი თაობის აღსაზრდელებისთვის. მწერალს ასევე შეზღუდული აქვს წვდომა ახალ თაობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და შემდეგ. ადრინდელი ბატონდავით, თქვენ გახსოვთ რა შეხვედრები იმართებოდა თუნდაც სკოლებში, თუნდაც უმაღლეს სასწავლებლებში, ან დიდ დარბაზებში მწერლებთან. გაიხსენეთ თქვენ თანამედროვე დონეზე რომელიმე შეხვედრა, ასეთ შეხვედრას ძალიან იშვიათია ეს და ამას რაღაცა ცოტა ისეთი კამერული ხასიათი აქვს, ეს რა თქმა უნდა არ ზის იმაში რაც არის. მე ახლა მაინც ამ შევცვლი გარკვეულად თემას და კიდევ ერთ საკითხს გავაგრძელებ თქვენს ნათქვამს. გლობალიზაცია, ქართული ენა, ეროვნული ენა, საზოგადოება და მცირერიცხოვანი ხალხების ენები ყოველთვის იდგა და საზოგადოება ყოველთვის დგას არსებობის გადარჩენის საფრთხის წინაშე. ყოველთვის, იმიტომ რომ იმპერიები არა მხოლოდ კულტურულ ზეგავლენას ახდენენ, არამედ უპირველეს ყოვლისა ენობრივ ზეგავლენას ახდენენ, იმიტომ რომ იმ შუა საუკუნეებშიც კი დიდია კონკურენცია იმ ასპარეზზე, რომელსაც ენა ემსახურება და ამიტომაც იყო რომ მცირერიცხოვანი ხალხებს სჭირდებოდათ რომ არანაკლებ წარმატებით შეესწავლათ რომელიმე მეზობელი ხანდახან 2 და 3 მეზობელი ქვეყნის ენა, იმიტომ რომ მათი ყურდღობის უღელქვეშ იყო ქვეყანა და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც განსაკუთრებული გამოცდის წინაშე და გამოწვევის წინაშე, როგორც დღეს ამბობენ ამას, ეროვნული ენები და ქართული უპირველეს ყოვლისა, ეხლა ჩვენ ეს გვაინტერესებს, დადგა სწორედ გლობალიზაციის პირობებში, როდესაც აი ეს სახელმწიფოების საზღვრები, თავისთავადობა ეკონომიკური თუ პოლიტიკური, არასახელმწიფოებრივი რაღაც მდგრადობა, ფასეულობების სიმყარე და ეს ძალიან ეფემერული პირობითი გახდა, იმიტომ რომ გაირღვა ეს საზღვრები და ამ გლობალიზაციის მთავარმა იარაღმა ინტერნეტმა ჩვენს მომავალთაობებს სრული ასპარეზი მისცა მსოფლიო მასშტაბით. ისინი შედიან ამ სივრცეში და შედიან არა ქართული ენით, არამედ ძირითადად ინგლისურით მოგეხსენებათ ან ყოველ შემთხვევაში წამყვანი ენების მეშვეობით და შემეცნებისა თუ შემოქმედების ინტერესს იკმაყოფილებენ ამით. მთელი ის მოიცვა ჩვენი მომავლის სულიერი და კულტურული განვითარების მთელი სივრცე მოიცვა უცხო ენის ფუნქციონირება და ქართული თანდათანობით კარგავს ამ შემეცნებით და კულტურის მიღების ფუნქციას იზღუდება ეს საკმაოდ საგრძნობია და ეს დაეთყო მომავალი თაობის, თანამედროვე მომავალი თაობის აი ქართულსაც და საერთოდ მათ მენტალიტეტსაც, იმიტომ რომ ენა ყველაზე უშუალოდ ახდენს მენტალობაზე გავლენას. და სწორედ გლობალიზაციამ განაპირობა ის, რომ ევროპაში აი 70-იანი წლებიდან იწყება და საფრანგეთიდან იწყება სახელმწიფო ენების საკანონმდებლო რეგულირების საკითხი. ესე იგი, ფაქტობრივ ევროპაში დაისვა ეს, სხვა ქვეყნებში არ ყოფილა სხვა. ისტორიულად ჩვენთვის რაც იყო ენა, ეხლა კიდევ არ მოყვები, ჩვენთვის სახელმწიფოებრიობის ძირითადი და ეროვნული თავისთავადობის თავისთავად, მაგრამ სახელმწიფოებრიობის ერთი მთავარი ქვაკუთხედი იყო ეროვნული ენა. ასე არის ფარნავაზის მოღვაწეობა დახასიათებული, შემდეგ ამას დებს საფუძვლად გიორგი მერჩული გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის პირობებში და კურაპანის ბაგრატიონების დინასტიის მეფობის დასაწყისში, რომ ქართული ენა უნდა იყოს გამაერთიანი, მაგრამ მე ამაზე არ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ იმაზე, რომ როდესაც შეიქმნა გლობალიზაციამ შექმნა ტოტალური საფრთხე ეროვნული კულტურების, ეროვნულობის, საზოგადოების, ძველიერებისა და ენების მისამართით,
ამ უკურია რეაქცია ამას მოხდა რეაქცია სწორედ პირველეს ყოვლისა იმით რომ თანამედროვე სამყარო კანონების მეშვეობით არის პირველეს ყოვლის საკანონმდებლო რეგულირებით არეგულირებს ამ სფეროს და შემდეგ უკვე იმ ღონისძიებებით რომლებიც ასევე ძალიან დიდ სახელმწიფო ყურადღებას მოითხოვს, სახელმწიფოს ორგანიზებას მოითხოვს და შეიქმნა პირველი კანონი საფრანგეთში სახელმწიფო ენისა. აი პირველი კანონი მსოფლიოში სახელმწიფო ენის არის ფრანგული კანონი. შემდეგ ყველა კანონი, მათ შორის ქართულიც, რომელიც დიდი თანჯვაწვალების შემდეგ საკმაოდ გვიან მივიღეთ ჩვენ 2015 წელს თქვენ ახსენეთ. აი გამოცდილების გათვალისწინებით არის, რაც საფრანგეთის ფრანგული სახელმწიფო ენის კანონთან არის დაკავშირებული. და ეს ქმნის იმ სივრცეს, რომლითაც შენ უნდა დაიცვა სახელმწიფო ენის ფუნქციონირების მისი მეურნეობის, აი სახელმწიფო ენის აქვს მთელი მეურნეობა, იმიტომ რომ ის ემსახურება ყველა სფეროს და თუ ის არ არის საკმარისად უზრუნველყოფილი, თუნდაც სათანადო სახელმძღვანელოებით, ლექსიკონებით, სალაპარაკოებით, სასწავლო მასალით და გამოცემებით, საბავშვო გამოცემებით მათ შორის და ასე შემდეგ პოლიგრაფიით, მაშინ შეუძლებელია სახელმწიფო ენის ეროვნული ენის დაცვა. ეს საკანონმდებლო ის არსებობს, საფუძველი არსებობს. მეორე მხრივ, მეორე ასპექტია, ასევე ევროპულ სახელმწიფო ორგანიზაციებში გამოცდილი სხვადასხვანაირად, რომ უნდა არსებობდეს ინსტიტუციათა ქსელი ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთან, ინსტიტუციათა ქსელი, რომელიც სახელმწიფო ენასთან დაკავშირებულ აი კონსტიტუციური სტატუსის დამცველ ღონისძიებებს განახორციელებს. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ენის კანონის რეალიზაციას შეუქმნის სათანადო პირობებს. ასეთი ინსტიტუციური უწყებები უნდა არსებობდეს და ასეთი ინსტიტუციური ქსელი თავისთავად არის საგანმანათლებლო ქსელი, მაგრამ ამავე დროს სამეცნიერო ქართველოლოგიის სფერო განსაკუთრებით უნდა იყოს აწყობილი საამისოდ და კიდევ ერთს ვიტყოდი მე ბატონო დავით აი ჩვენ ვიცით ფრანკოფონიის პოლიტიკა. ფრანგეთი როგორ ეპყრობა, როგორი მიდგომა ჩამოაყალიბა ფრანგული ენის გავრცელების მთელ სივრცეზე, მთელ მსოფლიოში. ანუ მან გამოაცხადა, რომ იქ სადაც ფრანგული ენის გავრცელება ხდება, მათ შორის ყოფილი კოლონიები რომ იყო, ხო? იქ ის დასაცავია საფრანგეთის და ამაში დიდი ფინანსები და შესაძლებლობები იდება იმისთვის, რომ ეს ფრანკოფონიის პროგრამა განხორციელდეს და მე მგონი, რომ ჩვენში საქართველოში ეს ფრანკოფონიის საზოგადოება არსებობს და ფრანკოფონიურ ღონისძიებებზე მეტი იხარჯება, ვიდრე ქართოფონიის მიმართულებით რამე კეთდება. ეს ძალიან დამაფიქრებელია, იმიტომ რომ განსაკუთრებით 21 საუკუნემ ჩვენში ერთი პრობლემა წარმოშვა. ჩვენი მოსახლეობის, შრომისუნარიანი მოსახლეობის, ახალგაზრდა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი წავიდა საზღვარგარეთ. მათ იქ შექმნეს ოჯახები, იყოლიეს მომავალი და ის მომავალი ეროვნულ ენასთან მოწყვეტით იქმნის თავის ცხოვრების პირობებს იქ და იძულებულია, რომ იმენაზე ცხადია, მოქალაქე იყოს იმენის, რომელშიც ის არის და ძალიან დიდი საფრთხეა და ეს არ არის მოგონილი და ყურით მოთხრეული რამ. ძალიან დიდი საფრთხეა გლობალიზაციის პირობებში, რომ იმ ქართველებმა არა ათასობით, არამედ მილიონი ქართველი, 1-2 მილიონამდე ქართველია მგონი საერთო ჯამში წასული საქართველოდან, იმათ ენასთან კავშირი გაწყვიტონ, ანუ მათ მენტალური კავშირი გაწყვიტონ თავიანთ ეროვნულობასთან და ის დამახასიათებელი ნიშანი, რაც მხოლოდ 21 საუკუნის ბოლოს და 21-ში განსაკუთრებით გაჩნდა, რომ
ქართველი ნოსტალგიით კვდებოდა, მაგრამ ქართველს არ შეეძლო უცხოეთში ცხოვრება. მთელ საბჭოთა კავშირმა იცოდა, რომ ქართველი ყველა ხელოვანი, ვინც კი გადიოდა საზღვარგარეთ, ითხოვდა თავშესაფარს და ქართველები ამას არ აკეთებდნენ, იმიტომ რომ მათ უსაქართლოდ არ შეეძლო ცხოვრება ქართული ენის და კულტურის გარეშე არ შეეძლოთ. ეს ძალიან ცნობილი იყო და სათქმელად იყო მოსკოვში, რომ აი ქართველები არ რჩებიანო, რა ხდებაო და ხდებოდა ეს და აი ამ ახალმა ტექნოლოგიურმა ერამ ქართველს დააძლევინა ეს შეგრძნება და ეს ძალიან დიდ ხიფად შეიცავს იმისას, რომ ჩვენი დემოგრაფიული ვითარება, რომელიც ასე დაზიანდა ეკონომიკური გაჭირვების გამო, მომავალში უკვე სხვა პრობლემებს შექმნის, უკვე ეროვნული ერთიანობის, მენტალური მთლიანობის, აი თავისთავადობის, თვითმყოფადობის, ურთიერთობის, ჩვენ რომ ეხლა ერთსაც ვიტყვი და მე ამ მიმართულებით განსაკუთრებით მინდა როგორც მწერალს თქვენ ასე თქვა თქვენი აზრი გითხოთ რომ თელმა ამ პროცესმა მე ვფიქრობ რომ სწორედ უპირველეს ყოვლისა ენობრივი პროცესია რომ ძალიან დიდი განხეთქილებაა მამათა და ეგრეთ წოდებული მამათა და შვილთა შორის ჩვენი მომავალი თაობა რაღაცა სხვა ფიქრით ფიქრობს და სხვა ფასეულობებით ზე არის ორიენტირებული და ეს ამაზე ძალიან სერიოზული საფიქრალია და ეს მომდინარეობს სწორედ სკოლიდან და სწორედ იმ ქართული ენის ნაკლებობიდან, სწორედ იქიდან, როდესაც ჩვენ საბავშვო ბაღიდან თითოეული ჩვენგანი, თითოეული მშობელი, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში ცდილობს რომ საბავშვო ბაღიდანვე ინგლისური შეასწავლოს და სულაც არ ზრუნავს იმაზე რომ შვილმა ქართულიც აი ეს ძარღვიანი ის ნამდვილი სიხორცეული ქართულის ცოდნა მიიღოს, რომელსაც ადრე სკოლა აძლევდა. და ეს კიდევ ვიმეორებ, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქართული ენის მომავლის სამჭედლო ეს არის ჩვენი ეროვნული სკოლა, ეს არის ჩვენი ეროვნული განათლება. ბატონო ჩვენმა კლასიკოსმა მიხეილ ჯავახიშვილმა ეთყობა იგრძნო რომ რა დიდი როლი აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და ასეთი რამ უწერია რომ ახლა გაზეთს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ენის სიწმინდისათვის ვიდრე წერლობასო და მაშინ სწორად ბრძანებდა ბატონი მიხეილი, მაგრამ დღეს უკვე სიტუაცია შეიცვალა, დღეს უკვე გაზეთი გამქრალია საერთო რეალიდან და ახლა უკვე ქართულ ენას უტევს ორი დიდი დინოზავრია, ტელევიზია და სოციალური ქსელი ინტერნეტიზაცია. ახლა ტელევიზია თვითონ უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი, თქვათ, მებრძოლი იმისათვის, რომ ქართული ენის სიწმინდე იყოს დაცული. სამიწო გადაცემები არსებობდა ტელევიზიის ბატონი ლევან ღვინჯილია გვახსოვს ჩვენ და როგორ ხმამაღებული იცავდა ის ქართულ ენას. და სხვა ანალოგიური გადაცემებიც იყო როგორც მახსოვს ახლა მაგრამ წარმოიდგინეთ რომ სწორედ ტელევიზიაში ხდება იმ დონის დამახინჯება რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ამისას გარკვეული ავტორიტეტია ეკრანით დადგმული სიტყვა მაინც ძალიან ძიმედ მოქმედებს თუნდაც მაგალითები რო ავიღოთ ესეთი უხეში პარონიმები თქვა ნოტიდან ნოტა როდესაც გამოდის დიქტორი და ამბობს და უმეტესი დიქტორი ასე ამთავრებს თავის გადაცემას რომ დღეს ჩვენი გადაცემა ხიალურ ნოტაზე უნდა დავამთავროთ მაშინ როცა ნოტა არის სახელმწიფო როცა უგზავნის მეორე სახელმწიფოს პროტესტს აცხადებს გარდა ამისა აღქმა და აღთქმა სრულიად განსხვავებულია როდესაც ჩვენი ტელევიზიით ხშირად ვისმენთ თქვათ ერთი მოვლენის დანახვა და მეორე არის ბიბლიური ტექსტთან მიმართება და ასეთი რამ თუნდაც მასიური ინფორმაციის საშუალებები რაც სრულად აბსურდია იმიტომ რომ მასიური შეიძლება იყოს გარკვეული საგანი და ეს არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ასეთი უამრავი და ახლა ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და მეორე ეს ხდება ციფრული ენა იმიტომ რომ ინტერნეტიზაციამ, საერთო გლობალიზაციამ, რაზეც ჩვენ საუბრობთ, მოიტანა ეს ციფრული ენა. ციფრული ენა ყოველდღიურად იცვლება და ყოველდღიურად ახალ-ახალი სიტყვები შემოდის და უმეტესად ეს არის ინგლისური სიტყვები. ჩვენ ვერ ვახვედრებთ მას და რა თქმა უნდა საჭიროა და დაიბადება ადამიანს აზრავს საჭიროა
ციფრული თქვა და იმ ტექნოლოგიების ლექსიკონები დავახვედროთ სისწრაფით, მაგრამ როგორ შეიძლება უთხრა და თქვა, გაიფიქრო კიდეც რომ ქართველი ენათმეცნიერებს რაიმეში ამაში მიუძღვით ოდნავი ბრალისკი, იმიტომ რომ ამას იმხელა რესურსები ჭირდება, ამას იმხელა ფინანსური რესურსები ჭირდება, ამას იმხელა სახელმწიფო პოლიტიკა ჭირდება, რომ ამ მდგომარეობაში ეს ამას რომ მივყვეთ ჩვენ ალბათ ძალიან ძნელია და ძალიან რთულია ჩემი აზრით ამის შესაძლებლობა არა გვაქვს ჩვენ და რაღაცნაირად ჩვენ მივიღებთ გარკვეულ სიტყვებს და ამთანაც აქ ელემენტარულად არ შეიძლება ყველა შემოსულ ბარბარებზე უარი ვთქვა და კაცომიერება საჭირო არის ისეთი რაღაც საერთაშორისო სიტყვები და ალბათ რომელიც ალბათ უნდა დამკვიდრდეს და ეს მხოლოდ ენათმეცნიერების საქმეა და არის ისეთი რომელსაც ცოცხალი სიტყვა რომ დავახვედროთ აქედან ქართული შესაბამისი ეს რა თქმა უნდა ჯობს აი მე გეტყვით ასეთ მაგალითს რომ ჩემი შვილი მეგობრები მოვიდნენ ჩემთან სტუმრად მოიყვანა ბავშვმა და ისინი რომ საუბრობდნენ მე მწერალი ვარ მაგრამ 30% იმ სიტყვების არ მესმოდა საერთოდ ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ენობრივი გაუცხოებაც იწყება და ეს არის ძალიან მძიმე მომენტი იმიტომ ენობრივი გაუცხოება თაობებს შორის გაუცხოებასაც გამოიწვევს ხო ახლა სწორად ძანა ბატონმა ავთანდილმა ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენს ემიგრაციას და თუ როგორ დაიცავენ ქართულ ენას, იმიტომ რომ ეს უკვე საკმაოდ დიდია, არ ვიცი მილიონამდე, 2 მილიონამდე არის ამის სუსტი სტატისტიკა, ჩემთვის უცნობია და შეიძლება არც არსებობს რამდენი არის საქართველოსთან ემიგრაციაში წასული, მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს ამის მაგალითები, ჩვენი რობაქიძე, ჩვენი თქვათ უზნაძეებით და სხვა დიდი მეცნიერებით, რობაქიძეებით და ჩვეულებრივ ქართველებითაც კი და თუნდაც ჩვენ ავიღოთ თაღდალეულების მაგალითი ისინი იყვნენ რუსეთში მიიღეს დიდი განათლება უფრო დიდი ქართველები დაბრუნდნენ ასევე ჩვენი მწერლები ჩვენი მოღვაწეები მიდიოდნენ და უფრო პატრიოტები ხდებოდნენ ეს ნოსტალგია მოქმედებდა თუ რა იყო ამიტომ მე რა თქმა უნდა ახლა მოუწოდებ ყველა ემიგრანტს რომ პირველ რიგში ყველანაირი დრო გამონახოს მათ თავის შვილთან იმიტომ რომ მე რაღაცა დროს ეს ქვეყანა შეიძლება დადგეს ფეხზე და ჩამოვიდნენ აქ და ენას მოწყვეტილი ადამიანის ქართულად ვეღარ დაბრუნდება და ქართულ სინამდვილეში ის გაუცხოებული იქნება და მისთვის რთული იქნება კომუნიკაციის დამკვიდრებაც კი და ეს არის საკმაოდ მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა სხვათაშორის და ეს საკითხი უნდა უფრო მეტად მოხდეს ამის პოპულარიზაცია ჩვენს ემიგრანტების მიმართ და ის რომ ქართული ენის საკითხი ქართულ სკოლაში ხდება და საერთოდ ადამიანის და საერთოდ ქართულის საკითხი და ეგ ქართული მწერლობა რომ შორდება ნელა და მეცნიერება გადის სააზროვნო სივრციდან და იმის მაგივრად შემოდის სხვა ელემენტები რითაც ხდება ქართული აზროვნების ფაქტიურად ლიკვიდაცია მიმაჩნია მე თუ მეცნიერს და მწერალს გაიყვანს აზროვნო სივრციდან მის ადგილს დაიკავებს სხვა თქვათ ისეთი ადამიანი რომლის სააზროვნო სისტემა არის ძალიან დაბალი ხარისხის და ეს ერთზეც მოქმედებს რა თქმა უნდა და ეს ძალიან საგანგაშოა ასე რომ ქართული ენისადმი სრულვა ეს ყველა მწერლის საქმეა და მე ვფიქრობ ცალკე დიდი თემაა ჩვენ ამაზე ალბათ გადაცემას გვექნება და ვისაუბრებთ თუ რა ხდება ქართულ ჟურნალისტიკაში და რა საშინელი კატასტროფული მდგომარეობა ენობრივ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად დაკავშირებით და ამ დროს სწორედ ქართულ ტელეჟურნალისტიკას უკავია ყველაზე დიდი არეალი იმისა რომ ადამიანებამდე მივიდეს ნამდვილად აი მარტო იმას რომ შევხედოთ ბატონო დავით რომ აი რაღაცე არ არის რამდენი არხია და ამ არხებზე დღე-ღამის განმავლობაში რაღაცე არ არის ლაპარაკი და რაღაცე რა შეხვედრები არ არის რა შოუები არ ტარდება და არც ერთი წუთი 1-5 წუთი გვჭირდება რომ თქვათ ენობრივი პრობლემები ხალხამდე მივიტანოთ რაღაცა უთხრათ ხოლმე კვირაში ერთხელ მაინც და ასეთი პლატფორმა არ არსებობს
ქართულ ტელევიზიებში. წარმოგიდგენიათ თქვენ, არანაირი იმაზე ეს დაინტერესება არ არის. ანუ დღევანდელი სწორედ აი ამ 14 აპრილის სულისკვეთებით რომ გამოვხატოთ, ჩვენ არც სახარბიელოდ გამოვიყურებით იმ ისტორიული თარიღის წინაშე, რომელიც არნოლდ ჩიქოვას სიტყვები რომ გავიმეოროთ, სწორედ უპირველესად მოვალეობას, ანგარიშგების ვალდებულებას გვაკისრებს და აი ეს არ არის. ბევრი რამე კეთდება, ცალკეული სამეცნიერო ჯგუფების მწერლები და ინახავენ აი კიდევ მეორები ცეცხლს, რომელიც ეროვნული ენის განვითარებისთვის არის აუცილებელი, მაგრამ ეს არ არის ერთი რაღაც მთლიანი ფრონტი, როგორც ტრადიციულად იყო ხოლმე. და მე მინდა რომ აი ამ სწორედ ამ გლობალიზაციის პირობების გათვალისწინებით თანამედროვე ენა ბატონო დავით მწერლობაზე ჩვენ რა თქმა უნდა მთავარ ყურადღებას ვამახვილებთ, მაგრამ თანამედროვე ენა არის ძალიან სპეციფიკური ნაზავი ჩვეულებრივი მეტყველების და სამეცნიერო ცოდნის, ესე იგი, ყველა დარგი ფაქტობრივ შიგნით შემოვიდა ამ ეროვნულ ენაში, იმიტომ რომ მედიცინა, აი როცა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი იქმნებოდა გასული საუკუნის შუა წლებში, სამედიცინო ტერმინებს თითოეულ როლას თუ ნახავთ, ის არ იყო საზოგადოებრივი მოხმარების. დღეს ყველა წამლის სახელი და ყველა დაავადების სახელი ყველა მზეპირად იცის. ეს საერთო სახალხო მოხმარებაში შემოვიდა. ასეა სხვადასხვა ეკონომიკური ტერმინები, ასე არის თქვათ იმის ბოტანიკისა და ზოოლოგიის და ასე შემდეგ ტერმინები, სულ ახალ-ახალი რაღაც შემოვიდა. შემოდის სამეცნიერო ენა კიდევ დამოუკიდებელია. ეს სამეცნიერო ენა თელ სივრცეს ქმნის, თელ არეალს ქმნის ამ საერთო ეროვნული ენის ამ მასშტაბში, ხო? და როგორც კი ეს და დღეს განსაკუთრებული ხიფათი ამ მიმართულებით არის, როგორც კი ეს დარგი, რომელიღაც დარგი კრიზის განიცდის, აქ იზღუდება ქართული ენის გამოყენება, ეს ნიშნავს, რომ ჩნდება თეთრი ლაქები ეროვნული ენის სხეულზე და ეს ძალიან სერიოზული ხარვეზია. სერიოზული ხარვეზია ისიც, რომ ესე იგი ჩვენ ზედაპირულად აი ლექსიკის შემოსვლას რომ ახლა რომ ყველა ტრენდი და ასე შემდეგ ამას რომ ამჯობინებენ ქართული სიტყვების ნაცვლად იმიჯი და თინეიჯერი და ასე შემდეგ ამათ გამოყენებას ამის გარდა ეს ძალიან თვალშისაცემია ენის არსებობს ენობრივი პროცესები რომელიც ძალიან სიღრმისეულია და ძალიან სახიფათოა კერძოდ ეს შეეხება ერთი მხრივ კალკებს, სხვა ენების გავლენას ქართულ ენაზე და მეორე მხრივ ეს შეეხება ინტონაციას, მეტყველების ფონეტიკა, რომელიც არ დარღვეულა საუკუნეების განმავლობაში, აგერ ჩვენ თვალწინ ბოლო 300 წლეულის განმავლობაში ძალიან სერიოზულად შეიცვალა და ეს ძალიან სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს და დასასრულისთვის მე მინდა ერთ განსაკუთრებულ ასპექტს შევეხო. აი როცა ევროპულ გამოცდილებაზე ვლაპარაკობდით, საკანონმდებლო უზრუნველყოფის, შემდეგ ინსტიტუციების არსებობის და შემდეგ გარკვეული პოლიტიკის გატარების, არა ღონისძიებების გატარების, აი ამ ყველაფერს ქვია სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო ენის სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკა და თუ ჩვენ ნებისმიერი სახელმწიფო სხვათა შორის, აი თუ მკითხველის დაინტერესდება და მსმენელის დაინტერესდება ინტერნეტის მეშვეობით თავისუფლად შეიძლება მოძიება ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს ძალიან სერიოზული ენობრივი პოლიტიკა საკუთარი სახელმწიფო ეროვნული ენის ფუნქციონირების არეალის დაცვისა და მისი განვითარების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პოლიტიკა აქვს. ახლა ჩვენ უნდა დავსვათ ამ ფინალისთვის ერთი კითხვა. აქვს ქართულ სახელმწიფოს ასეთი ენობრივი პოლიტიკა და მე მინდა აი ამ 14 აპრილის ფონზე ხაზგასმით თქვა, რომ ჯერ დღემდე და დღეისათვის ქართულ სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკა, ერთიანი პოლიტიკა არ აქვს. ეს პოლიტიკა არის შინაარსი იმ მუხლისას, საგანგებო მუხლისა, რომელიც კანონშია ჩადებული და რომელიც გულისხმობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა. აი ეს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, როდესაც
იქნება მიღებული საქართველოში და ამოქმედება ეს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, აი ყველა იმ მიმართულებით, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, განსაკუთრებით ქართული ენის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენ იმ ანგარიშვალდებულებას, რომელიც სახელმწიფო ენის წინაშე გვაქვს, იმის შესრულებას შეუდექით. ჯერ ის გადაწყვეტილი არ იქნება, მაგრამ ეს პროგრამა საშუალებას მოგცემს, რომ ბევრი რამ, რაც დღეისთვის აქტუალურია, განვახორციელოთ და პასუხი გავცეთ გამოწვევებს. დღეისათვის იძულებული ვართ სასაუბრო, რა თქმა უნდა, ბევრია, ამით დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა. გილოცავთ დამდეგ 14 აპრილს ფირვასო ტელემაყურებლებო და გისურვებთ იმას, რომ გიამაყოთ ქართული ენის მდგომარეობით ხვალ, ზეგ და მომავალში. დიდი მადლობა ბატონო დავით. დიდი მადლობა ჩვენთან ერთად იყავთ. მომავალ შეხვედრამდე.